ვარ გიორგი ფუტკარაძე 8 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ჭადრაკი. უფრო მიყვარს ჭადრაკის თამაში. სულების და ფიგურების სახელები მასწავლა მასწავლებელმა. მე ჭადრაკის თამაში მევასწავლე ბაბუას. ჩემი საყვარელი ფიგურა ეტლია. ყველაზე ხშირად ვეთამაშებ ბაბუას. მხოლოდ ორჯერ მომიგო და ისიც მე სადღაც 100-200 ჯერ მაქვს მოგებული. ჩემთვის კომფორტულია შავებით თამაში. 17 ჯერ ვთამაშე ჩემთავს და 17-ვე ჯერ მოვიგე. ჭადრაკი გამოიგონეს ინდოეთში, იმიტომ რომ მომი ამომყარიყო. მე გავრჩელდა ევროპაში და ჩემამდეც მოაღწია. მე მინდა მონაწილეობა მივიღო საქართველოს ჩემპიონატში. სახლში მაქვს 2 კარგი ჭადრაკი. 2-ვე კარგი არაა. ერთი იყო ცუდი, მე ვიყიდი ახალი. ნუ ცუდი არა, მაგრამ ისე რა, უბრალოდ ფიგურები არ მოძრაობს. ცუდი ჩემთავს ვაჩუქე, რადგან მაინც არ იცის თამაში. დედიკოს თანამშრომელმა ტასომ ერთხელ აიღო მეორე ადგილი. ჩემს თვალში ეს ყველაზე კარგი მოჭადრაკეა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კაი ბავშვები არიან. მეთამაშებიან, ფეხბურთიც გამოვიგონეთ იქ ახალი, მუსიკაც გამოვიგონეთ იქ. აუ მოდი ერთ-ერთი რამე გავაკეთოთ. ერთი მთლიანად ჩავიწეროთ. არანაირი კადრი გამოაჭრები, რასაც მკითხავ გიპასუხებ. არანაირი ის იყოს რა, ზოგს ვიწერ ზოგებს. ეგეთი კი არა, მთლიანად ჩავიწეროთ ერთი მთლიანი ეპიზოდი. ძალიან რთულია და მძაფრი და ამიტომაც ვერ მიმღერებ. ფეხბურთი სხვანაირი გამოვიგონეთ და ქაღალდის ფეხბურთია. ჩემი საყვარელი თამაში არის Roblox-ი. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს მთვარეულობანა. მთვარეულობანი არის ესეთი თამაში. ერთ ბავშვი უხვევ თვალს. შემდეგ ეს ბავშვი შენ გეძებს. არ გაქვს. უნდა იყოს სასიალოზე, არ გაქვს უფლება სასიალოს ქვემოთ ჩამოხვიდე. ნუ გაქვს, მაგრამ ეგ სხვა მთვარეულობანაა. ეგ უკვე ჩუმი და ხუჭობანაა. ჩემს თვალში ყველაზე ცერქია ტატო შერვაშიძე. ყველაზე მხიარული ლუი პატარაია. ყველას ერთი ჯგვა გვაქვს. ყველას თავისი თავი მოსწონს და ეხლა რო ვთქვა მე ვარ ყველაზე ჯგვიანი, მე ეს გამოვარო ჩემი თავი მომწონს ყველაზე მეტად. მე რო ვთქვა ის გამოდის რომ ის უფრო მომწონს, მე ის. ამიტომაც ყველა ერთნაირი ჯგვიანი ვართ. ყველას თავისი თავი მოგწონს. ყველაზე მშვიდია ემი მუხაშევრია. მე თუ მშვიდად ვარ, მშვიდი ვარ და თუ გაბრაზებული ვარ, გაბრაზებული ვარ. მე კიდევ ვარ ნიჭიერი და ესე რა სიმპათიური. ცოლს რომ ვიქნები 27 წლის. რამდენი შვილი მეყოლება ამას დრო გადაწყვეტს. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი და სპორტში ჩემი საყვარელი საგანია ტაიკვანდო. 2 თვე დავდივარ ტაიკვანდოზე და ჩემი მასწავლებელია თათა ფუტკარაძე. ჩემი საყვარელი ლეთია ბავაშიგერი. ფეხის დარტყმა, აუგთხოვთ ოდგებება ჩვენებ რა, ის რთულია. მარტო ახლოდან კი არა, ასე ადგები უბრალოდ და ამას ეწოდება ბავაშიგერი. ზოგჯერ ჩხუბობ იმის გამო რომ სხვები მაბრაზებენ, უმიზეზოდ არასდროს ჩხუბობ. ერთხელ ვიყავი და გაბრაზდა რომ ფეხბურთში მოვგეღო და შენ ისა, შენ ასე და ბოლოს გამწარდი და ფეხი ჩავარტყი პირდაპირ სახეში. ბავაშიგერის ილეთი. ბავშვობაში მინდოდა ჯარისკაცი გამოსულიყავი. ახლა გადავიფიქრე და სხვა რამეზე ვფიქრობ. იმიტომ გადავიფიქრე რომ ეს არის ჩემი საიდუმლო. სახლში ვცხოვრობ მე, 2 ბებია, ერთი დიდი, ერთი პატარა, ბაბუა, დედა, მამა და კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი და არის 3 წლის და ქვია კატო. ის ამხიარული და უმიზეზოდ გაბრაზებს. ჩემი აზრით, ჩემი და რო გაიზრდება, გამოვა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მომუშავე თანამშრომელი. მამიკო არის კეთილი, ვაჟკაცი და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, თბილი და ზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დედამიწას გავუკეთებდი სარტყელს. სარტყელი იმიტომ მჭირდება, რომ მეტეორი არ დაეცეს. სამოგზაუროდ მინდა დავიდე იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია რონალდო. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია გილგამეშის ეპოსის წიგნი.
ბედნიერება არის, როდესაც რაღაც გიხარია, ემოციებში ვარდები, მოგწონს ის რაღაცა. ბედნიერება არის მაგალითად შენი ოცნების ახდენა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.